ამერიკა ყველასთვის არ არის ევროპისგან განსხვავებით, ხო? ამერიკას აქვს თავის სპეციფიკა, რომ ეს არ არის უბრალოდ კინოში ლამაზად გაშლილი ამბავი, რომ კანის ფერით, რელიგიით, რაღაცა ნიშნებით ადამიანებს არ არჩევენ და შენ რომ აქ ჯვარი ჩამოიკიდო და ესე გულმოღიღილი იარო და გეგონოს რომ რაღაცა უპირატესობა გაქვს, მასეთი რაღაცის გაკეთება ჩათვალე არის წითელი ხაზის გადასმა სამომავლო კარიერაზე, რომ შენ აქ დაპოზიციონირდე რომ მე ქრისტიანი ვარ და მე უფრო მეტი მეკუთვნის. პრინსტონის უნივერსიტეტს სხვადასხვა ეგამოვაჩინა, რომ არის ყველა ადამიანისთვის ადგილი. სარწმუნოების კუთხითაც, ეროვნების კუთხითაც ყველანაირ ადამიანს თავისი ადგილი აქვს. ყველას მიიღებ, მაგრამ თან უნდა გქონდეს შენი იმის სურვილი, რომ აქ გჭირდება განათლება და რა მიზანიც გაქვს, ეგ მიზნისთვის იბრძოლო. აქ ის ამბიციაც უნდა იყოს დაბალანსებული, თუნდაც მიმღები კომისია, როდესაც აფასებს სტუდენტს, აი შენი თუნდაც აი მიღწევები ცხვირპირში არ უნდა მიაფარო, არამედ იყო თავმდაბალი. და სხვათა შორის უნივერსიტეტებშიც, სკოლებშიც ბევრი ისეთი ოჯახის შვილი, რომელიც მართლაც მილიარდერია, ან რაიმე ისეთი ცნობილი კომპანიის დამფუძნებლის შვილია, მალავს ამ ყველაფერს, რომ ეს ქედმაღლობაში არ ჩაეყოლოს. ცუდი ტონია ძალიან. ძალიან ცუდი ტონია.